Salvavit მეგობრებო, M3 ყავს მდგომარეობას ახლა დაგათვალიერებინებთ. და აქ ბამპერი გვაქვს მისი, რომელიც ესეთი ნაკეთობაა აქვს. რაღაცა ესეთი დაზიანება აქვს. აი როგორც ხედავთ იქეთ ამ მხარეს, აი ესე მოყვება ანალოგიურ აქზე და მხარესაც. აი ესეთი დეფექტები აქვს. აქეთ ამ მხარეს. აქეთ ამ მხარე ასე თუ ესე აქ ესეთი კუთხეა აქვს, აქ ჩასღენ ესეთი კუთხეა გაფუჭებული. რაც შეეხება მანქანას, ეს კრილო გვაქვს მოკლედ საკეთებელი, ანალოგიურადაც იქეთ აკრილო. იმ ჩამოვიდა ძალიან ფაქტიურად უმნიშვნელო დაზიანებით, კრილოა ესეთი ნაკეთობობა აქვს. აი ესე აი კაც ესეთი პატარა პრობლემა გაიჩნდა ბაკის ნიშკას რო ხსნიდით, ერთი აქეთკენ და მეორე აი ესე მოკლედ იტყობა იგენიც გვაქვს მოკლედ დასახვეწი. მისი წინა მარცხენა კრილო იდეალურია, შეუღებავი კრილოა, თამფირია გადაკრული. წინა ბამპერსაც შეეხება გადავგზავნეთ მოკლედ ხელმეორედ მახათელასთან ასადგენად, იმიტომ განაკეთებება იყო ძალიან ცუდი, რომელიც ფაქტობრივად შპაკში მოუწოდა გალესვას. აქეთ ხოდა დაზიანება, ფაქტიურად სუბუქი დაზიანება ქონა, როგორც ხედავთ, ისევ თავის გარხვნილ კრონშტეინები აყენია, მხოლოდ კრილო შეიცვალა და პერიდოქსი იყო წაქცეული, დანარჩენი მანქანა არის დაუზიანებელი მანქანა, შეუღებავი მანქანა. გადასვლის თემით რაც შეეხება ვაპირებდით, მაგრამ მე რო გადავხედე ფერს, აი როგორც ხედავთ, აქაც ტონალობაში სხვაობა აქვს, ანუ კუთხე აქ ესე იბრიცება თვითონ კრილო, სხვაობაში ესე გადადის, მაგრამ აი ესე რო გახედავთ, აი ესე კუთხეს რო დაუჭდოთ, თუნ ბაკავა ესე ფერში ის, მაგრამ შეუღებავი კრილოა, ესეც ანალოგიურად შეუღებავია. ეგ შევამოწმეთ, უბრალოდ თვითონ გადასვლები აქვს რაღაცნაირი, აი ესე დაუკვირდებით, თქოს ეს კარებიც მუქია, ეს კარები ღია, მაგრამ თვითონ ფერი ესე თამაშობს. საბარგულზეც რო დააკვირდეთ, საბარგული ბევრად მუქია ვიდრე კრილო, მაგრამ ანუ შეუღებავია თვითონ ფერი თამაშობს ესე რა. აქაც ანალოგიურადად არის, აი აქედაში ეს განახორ შეუღებავი კრილოა. და უბრალოდ აი ეს გადასვლა აქვს, რომელსაც ვხედავთ, მუქ ღიარს რა და პერეხოდიას ამას ვერაფერს ვერ უზავს, იქიდან გამომდინარე ფორმა რომ მოდის, აქედან აღარ იმეორდება, აქედან უბრალოდ ესე იხრება და იქიდან გამომდინარე იძლება ზუსტად მაგ სხვაობასაც რა. დანარჩენი მანქანა არის კამფეტივით, ეს დაგათვალიერებინებთ, დანარჩენს ველოდებით კარნიზებს, ორივე კარნის ველოდები და ბამპერს გასაკეთებლადაა წაღებული და მანამდე ჩვენ დავხოცავთ ამ ბამპერს, უკანა კრილოებს და რა თქმა უნდა წინა მარცხენა კრილოსაც გავასუფთავებთ იმ წებოსგან. ჯერ ამ ეტაპზე ვარ, დავიწყებთ ამ ყველაფერს გასუფთავებას, კანტების გამოყვანას, აქაც ესეთი დეფექტი აქვს. ეგ ზედა მხარე აქვს, ჯიგარს დარჩენილი. ერთი რაც ნახეთ, აი სტოიკაზე აქვს. აი ესე, ამდენად გამოჩნდება კამერაში, არ ვიცი, აი ესეთი რაღაცა აქვს და მეორე აქვს, აი ამ კუთხეში აქვს, აი როგორც ხედავთ, აი ამ ჩავარდნას, აი აქ აი. ხო, აი ეგ აქვს, ეგ პრობლემა აქვს, მან და ერთი აქ აი ზუსტად ამ ადგილას, აი ამ ადგილას რაც აი ესე იმეორებს რა. დანარჩენი არის იდეალური, ამ ყველაფერს დავხვეწავთ ჩვენ მაქსიმალურად და საბოლოო შედეგს რა თქმა უნდა განახებთ. მოკლედ დავასუფთავეთ. აი ესე, აი დეფექტებიც. აქაც მეორე დეფექტი, აქ აი ეს ჩავარდნილი, რომელზეც ვლაპარაკობდით. აქეთ კრილოზე გადავიდეთ, აი ეს პატარა ჩავარდნილი რაც ქონდა ანალოგიურად აქაც. აი ეს გასწორდა, აქ ცოტა კაბერილი იყო და ცოტა ჩავსვით ჩვენ. და აი ესეთ გავასწორეთ, რაც იყო გასასწორებელი. და აი აქაც ესეთი პრობლემა აქვს. როგორც ხედავთ, აი ეს გავადიდებ. გახეული აქვს, შიგა შეტყობა არ დაუდუღებია, ანუ ესეთი ადგილია, რომ შიგა მხარე რასთავარია დაკეტილია და არა აქედან კიდე დავხოცავთ რაღაცას ვიზავთ, რომ ესე დაუტოვოთ. რაც შეეხება უკანა ბამპერს, ესეთი მდგომარეობა აქვს უკანა ბამპერს. ეს გასუფთავდა, როგორც ხედავ, ფაქტიურად ჭკურკა ვერ ედება, იმკიდან გამომდინარე, რომ ჩაღმავებული აქვს, არ არის გასწორებული ისე, როგორც უნდა იყოს სწორად გასწორებული. მაგიტომაც უკანა ბამპერი აქედანში კუთხეც აღარ აქვს, აი რაღაცნაირად ხახუნეს ცხვირით, რა ვიცი, მოკლედ არ მოუყარეს, როგორც არის საჭირო. მაგიტომაც უკანა წინა ბამპერი გავუშვით ახლა ასადგენად და კარნიზები და სანამ ამ ყველაფერს დაგვიწევენ მოკლედ, ამ ყველაფერს ჩვენ მანამდე დავამზადებთ ორივე კრილოს და ამ ბამპერს. მოკლედ მეგობრებო, ვაგზელებთ აი ესე, სადაც საჭირო იყო ეს უნიშნელო დარჩა აქ შპაკლის ანალოგიურად აქაც
ну აქაც ესე დარჩა და რაც შეეხება აი ამ მარკებს, ფაქტიურად რასაც ხედავთ აი ეს კინები რაც ამოშვერილი, ეს არის უბრალოდ დასაკაკუნებელი, ბევრად კიდე დასახვეწი, იმიტომ ამოშვერილი აქვს. მეორე მხარეს გადავიდეთ, აქაც ანალოგიურია, აი ეს ამოშვერილი, რასაც ხედავთ, არის დასაკაკუნებელი, ქვემოთკენ ჩასარტყმელი, რომ არ მოგვიბირცოს, აქაც ანალოგიურად, ანუ აი ეს კინა არის გარეთ, აი ეს ადგილი. ну აქედან გამომდინარე, როგორც ხედავთ, აი კუზი აქვს, ანუ ეს რო იყო შიგნით, ვერ გაასწორა ჯიგარმა, უბრალოდ აი ესე მოტეხა, რის გამოც აი ეს ადგილი შპაკლი წავიდა და აი ეს ადგილი ისევ გავერილი დარჩა ესე და მხარე რა. რაც გვიწევს ახლა კიდე ჩაქუჩით ჩვენ უნდა დავხვეწოთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყვანო, რომ ფორმაში არ შეემჩნეს, რომ აქ გაბერელი იყო მოკლედ რა და აი ამის დახვეწოთ რომ შეიძლება უბრალოდ სანამ შეჭ გაასწორებ. ხო არის მეორე ჯამთელი კრილო, რომელიც შეიძლება ანალოგიურად აი აქედან ყალიბი აიღო, ხელი გადაუსვა, რომ აქეთკენ შეცდომაში არ გაგიშვას. ახლა მე თუ უშვებ და მაგნეს ვაკეთებ, მე მგონი რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ანალოგიური შედეგით აიღოს ყალიბი ჯამთელი კრილოდან და გადახედოს აქეთკენ რა ხდება რა, უბრალოდ ისე დაამთავროს თავის საქმე რა და არა ისე რომ ჩაქჩი გაუვარდა და თავის გასწორდა ეს ყველაფერი. მოკლედ აი ამ ეტაპზე ვართ, ახლა მეორე პირი გვიწევს იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს ამობერილები რაც აქვს, ყველაფერი უნდა ჩავარტყათ, მოკლედ ახლა უნდა გადავშპაკლოთ, რომ ფორმა დავხვეწოთ აქეთა მარცხენა მკრილოსი, ანალოგიურად აქეთა მხარესაც რა. რაც შეეხება ბამპერს, ბამპერი წინა მხარე იმიტომ გავუშვით ხელმეორედ საკეთებლად, რომ ანუ შიტოქს ვერ ჩაარტყავ, ვერ ჩააკაკუნებ, უბრალოდ ფორმა როგორც მოყვება პლასმასის ამობერილი. მოუწევს ეგრე გაბერილი დარჩენილი და მე დარჩება ტალღები, კი მე ესმის პლასმასია და ტალღები აქვს და ის და ეს არ კეთდება და რაღაც მოუწევს ქარხნული ბამპერი აქვს. შეიძლება მაქვს ყველაფერს დახვეწა, იმიტომ ქარხნული ბევრად მასიურია, ბევრად არ ექვემდებარება დრეკოდობისკენ, როგორც არის ჩინური ბამპერები, ანუ ეს რა როგორც ეძახიან ტოილანგის თუ რაღაცის ბამპერები, რომელიც არის რომ ბევრად რომ მარტივად იბრიცება და ფორმას მარტივად კარგავს, ანუ ქარხნულ ბამპერებს ბევრად მასიურია, რომელიც აი დრეკადობა აქვს, ბევრად ნაკლები და მასიურად შპაკლით შეიძლება ზეთ გასწორდეს ეგ ტალღები, ეს ყველაფერი ფორმები შეინარჩუნოს თვითონ ბამპერმაც. და მაგიტომაც არის ხოლმე ესეთი ბამპერები, რომელიც მოდის ჩემთან და 30-ჯეროა ნალესის ზემოდან, მაგის გამო ვატყავებ, რომ აი ეს ფორმები რაც აქვს ხოლმე, ეს ყველაფერი არის დაკარგული მოკლედ. კაი, ბამპერზე გადავალთ, ახლა ამ ყველაფერს დავხვეწავთ, ჩავაკაკუნებ და მერე გადავალთ ბამპერთან და თავისი ის ორიგინალი კრილო რაც არის შეუღება, იმაზე ფირი აქვს, მზეზე ვათოთ, მაგ ფირსაც გავაცილეთ, გავასუფთავებ და მაგასაც რა თქმა უნდა მივიყვანთ შესაძლებ დონემდე. ეს დავამზადეთ, სადაც რა პრობლემა ქონდა ეს მოკლედ ლამაზე დაიშპაკლა. ფორმებიც ესე მაქსიმალურად დავხვეწეთ, აქეთა მხარესაც, ანალოგი აქეთა მხარეც, აქეთ რაც ის გაფუჭებული რაც ქონდა როს განახეთ, ესეც ეს აკურატულად შეიფუთა. აი ეს გემრიელად, აქეთ ესეთი პრობლემა რა ქონდა, აქეთ ესე მოგვარდა. ამ კრილს რაც შეეხება ფირი ეკრა და რომ მოხსენით საღებავიც გამოყვა, მანამდეა შეღებილი ეგრე პრიალაზე აქვს დასმული ლაკი და საღებავი, რის გამოც მივიღეთ აი ეს შედეგი. მოკლედ აი ეს ბამპერიც აი ეს იდეალურად გამოვიდა, დავხვეწეთ ყველა ფორმა და კანტი, ამ ადგილებში ავიგრუნტავთ, რომ ესეთი წვრილი კანტები როა გრუნტისგან არ დავკარგოთ მოკლედ რა. მოვარ გავაფუჭოთ რა და იყოს იმიტომ იდეალური ფორმები აქვს, არანაირი პრობლემა არ აქვს მაგით ამ მხარეს. დანარჩენი კი როგორც ხედავთ ამზადებულია და ეს ყველაფერი დაიგრუნტება. დანარჩენს უკვე გადავიღებ, მე უკვე დავიწყებ შეღებვას. და ბამპერებს და კარნიზებზე კიდე სამუშაო გვაქვს, ის ბევრად დასახვეწია, რომ აი ამდენი შპაკლი არ წავიდეს თან წინა ბამპერია და ბევრი ფორმები აქვს ისეთი, რომ ფაქტიურად თელუზორს და თელ სილამაზეს დაკარგავს და მოკლედ გავუშვით ჩვენ მახათელასთან, რომ ის პრობლემები მოკლედ მოაგვაროს ჩვენმა მახათელამ. კრილოც აი ესე გადავატყავეთ, გავასუფთავეთ ბოლომდე, ფაქტიურად თავის ებოქსით გრუნტამდე ჩავედით, რაც თავარი ზედაპირი საღებავი სულ მოხსენით. აი ხამ ყველაფერს დავგრუნტავთ. მოკლედ ყველაფერი მზადდა გვაქვს. აქ მეგობრებო დავამზადეთ. დიდი დრო წაიღო ამ ფორმების გამოყვანაში, როგორც ხედავ კანტებში ძირითადად დაზიანებები რაც იყო, ეს იყო კანტები, რომელიც მოგვიწია ძალიან დიდი დროს დახარჯა, რომ ეს ფორმები და ყველაფერი გამოგვეყვანა, ეს ყველაფერი გამოვიყვანეთ, დავხატეთ, მოკლედ ხა ყველაფერს გავწმინდავთ ჩვენ, იქაც კარნიზები გვაქვს ჩვენ. კარნიზებიც აი ესე იდეალურად გემრიელად მაქსიმალურად დავამზადეთ. აი ეს ყველაში იყო.
ახლა ჩვენი გიორგი გაიწმინდავს, მოკლედ ამ ყველაფერს ახლა ჩვენ გავწმინდავთ, გავასუფთავებთ, შევფუთავთ და დავიწყებთ დაგრუნტვას. და აქ მოკლედ მეგობრებო დამზადდა შეიფუთა ეს ყველაფერი, საბურავები მოხსენით ვარკებში, კარგად ბოლომდე მიუდგეთ, შევღებოთ, დავლაკოთ. ეს ბამპერებია, ესე გვილაგია ყველაფერი, მოკლედ. ეს დასუფთავებული გვაქვს, დაწმინდელი გვაქვს, მოკლედ დავიწყებთ ახლა ამ ყველაფრის შეღებვას და საბოლოო შედეგს რა თქმა უნდა გადავიღებთ ამ ყველაფერს განახებთ. ზენიც აქეთადევს, მოკლედ სითბო კიდე იქიდან გვირახუნებს თავის ცივი ნაკადით, რომელიც ეჯახება ამ ორ რადიქს სპირალს. დასრულდა მეგობრებო, ეს იდეალური შედეგი მივიღეთ. თავის გადასვლებით. უკანაკრულ გახსოვთ მისი მდგომარეობა. ეს იდეალურად კანტი-კანტში ყველაფერი გემრიელად გამოვიდა. და აგრად შეეხება ბამპერებსაც, ბამპერებიც ეს იდეალურად გამოვიდა. ეს თავის ადგილი აქ ესე ჩამატებული აქვს, როგორც ხედავთ. ესეთი გამოვიდა. დანარჩენს რა თქმა უნდა გარეთ რო გავაგდებ, გარეთ ბევრად უფრო უკეთესად რო იტყვენ გადავიღებ, განახებთ, აქაც ესეთი ჩამატებული აქვს. წინა ბამპერი კი გახსოვთ მისი მდგომარეობა. არა, აქეთა მხარე არა, აი აქეთა მხარე იყო, რომელიც ფორმები არ ქონდა და ეს ყველაფერი იდეალურად ესეთ ადგა თავის ფორმაში, კანტი-კანტში. და აქ ეს ჩვენი გატყუებული კრილოც ესეთი იდო გამოვიდა. Так, ეს მეორე მხარე. ესაც გამოვიდა, კარობის მდგომარეობა კი გახსოვთ ესეც. მოკლედ აქ არ გადასვლავთ საღებავით, მხოლოდ საღებავით მოვით აქამდე, აქ უკვე გადავბურეთ. აქაც ეს მდგომარეობა გვაქვს. მოკლედ ხვალე ყველაფერს გარეთ გავაგდებ და რა თქმა უნდა შევეცდები გარეთ გადავიღო.